ვერსი სულხანიშვილი, მიშა მესხი, შალვა რამიშვილის შოუში, შალვა რამიშვილის შოუ. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. პირველი გადაცემა ნახა ძალიან ბევრმა ხალხმა. ნახა ჩემმა შვილმა, ჩემი შვილის მაკაცებმა, ჩემმა ცოლმა, ჩემი ცოლის დაქალებმაც. შალვა რამიშვილის შოუ მეორე ნაწილი დაიწყო. გადავრჩი, ჩემო კარგებო. გადავრჩი, იმიტომ რომ 21 საუკუნეში საქართველოში, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ, ვარ კაცი, ჰეტეროსექსუალი, ქართველი, მორწმუნე. გადავრჩი. მაგრამ საქართველო კაი ქვეყანაა. მარტო მე არ გადავრჩენილო, რადგან უცნაური რაღაცები ხდება. აი მაგალითად, მხოლოდ საქართველოში არის შესაძლებელი, რომ 50 მილიონი ლარის მოპარვისთვის ბრალდებული თავს იწონებდეს საარჩევნო პლაკატებიდან და გვეუბნებოდეს ავამუშაოთ საქართველო. მეტი რაღა უნდა ამუშაო? 100 მილიონი გინდა? მსოფლიოში ყველას უნდა ოქროს თევზი. საქართველოში არის კაცი, რომელსაც უნდა ოქროს ზვიგენი. აბა ოქროს თევზი მაგას რა შეჭirdება? არაფერში. მხოლოდ საქართველოში შეიძლება ქალმა სექსის შემდეგ გითხრას ოთახიდან გადი უნდა ჩავიცვაო. მხოლოდ ქართველი ინგლისურის მასწავლებელი დადის ინგლისურზე. მხოლოდ გადაცემად ცეკვავენ ვარსკვლავების შემდეგ ხდებიან ვარსკვლავები. აბა ისე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არის ამერიკაში. მოქმედი პრეზიდენტი შარში, ჯაჭვლიანი პარლამენტში, პროფესორი ტაქსში და ქვეყანა ტრაქში. მხოლოდ საქართველოში ხდება ასე, რომ მიდიხართ არჩევნებზე, ხმას აძლევთ პარტიას, რომელმაც უკვე მოგატყუათ, მაინც აძლევთ და მერე ნაღლობთ, რომ კიდევ ერთხელ მოგვატყუეს. ხალხო, რამდენჯერ უნდა მოგატყუონ ხალხო? ნუ კაი, ერთხელ მოგატყუეს, ორჯერ მოგატყუეს, სამჯერ მოგატყუეს, ნუ კაი, 4ჯერაც შეიძლება. 5ჯერ, ჯანდაბას 6ჯერ, 7ჯერ, 8ჯერ, 9ჯერ, 10ჯერ, 11ჯერ, 12ჯერ, 13ჯერ, 14ჯერ, 15ჯერ, 16ჯერ, 17ჯერ, 18ჯერ, 19ჯერ, 20ჯერ, 21ჯერ, 22ჯერ, 23ჯერ, 24ჯერ, 25ჯერ, 26ჯერ, 27ჯერ, 28ჯერ. ქართველებო, 30ჯერ მოვატყუეს, 31ჯერ, 32ჯერ, 33ჯერ, 34ჯერ, 35ჯერ, 36ჯერ, 37ჯერ, 38ჯერ, 39ჯერ, 41 ჯერაც მოვტყუდებით არა. საქართველოს გერბზე რა წერია, ხო იცით? ძალა ერთობაშია. ეს არ არის ჩვენი გერბის წარწერა. ჩვენ გერბზე უნდა ეწეროს. ვისაც ჩვენი არეული არ მოწონს, იმის დალაგებულის დედაცვატირი. მხოლოდ ქართველ მომღერალ ქალს, რომელსაც გაკეთებული აქვს კერტი, გაკეთებული აქვს ტუჩი, გაკეთებული აქვს თვალები. სულ ფონოგრამებზე მღერის, მხოლოდ ამ ქართველ ქალს, მომღერალ ქალს შეუძლია მისცეს ინტერვიუ ყვითელ პრესას და უთხრას: ყველაზე მეტად სიყალბეს ვერ ვიტანო.
მხოლოდ საქართველოში ითხოვენ ყველაზე მეტად მერაბიშვილის და ზარის გამოშვებას. არა, პრინციპში რომ დაუკვირდე ზარის გამოშვებას უფრო ხშირად ითხოვენ, მაგრამ არა უშავს. მხოლოდ საქართველოში ქართველ სექსმუშაკს ფულის გადახდის შემდეგ ჭირდება დამატებითი დაკერვა, ხოლო ოფიციანტს დამატებითი ხვეწნა. არა, მხოლოდ ჯიგარი ქართველი გამყიდველი შეგხვედრიათ ალბათ ეგეთი, გეტყვით რომ ეს წეხვი არ იყიდოთ, ვადაგასულია. საქართველოში ყველა კეთილია. მხოლოდ ეს ქვეყანაა, სადაც მხოლოდ ჰუმანურები ცხოვრობენ. მაგრამ რატომღაც ყველა ითხოვს ნაციონალების დაჭერას. ხალხო, რამდენი ნაციონალი უნდა დაიჭირონ კიდევ რომ დაკმაყოფილდეთ. ვანო ციხეშია, ერთი ახალაია ციხეშია. მეორე ახალაია ციხეშია. კიდევ ვინ უნდა დაიჭირონ? ვინ? ხაბაზი ვაშაძე შიორა ხაჩიძე საჯაია მელია ბოგერია ბენდუკიძე და მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოვიდეს კაცი, მოვიდეს ტელევიზიაში და გააკეთოს იუმორისტული შოუ. შალვა რამიშვილის იუმორისტული შოუ იწყება. შოუს მუსიკალურად აფორმებს დავით ფორჩხიძე და ჯგუფი Pet Shop Boys-ი. წავიდა! წინაგაცემაში მე რაღაცეები გავაკეთე, ვთქვი, ყველას მინდა უთხრა რომ ამ რაღაცისთვის, კაი ჯანდაბას მე მოვიხდი ბოდიშს, ოღონდ ეს შემდეგ იქნება, დეელოდეთ. ისიც თქვი, რომ ვარ ცნობილი ბალანსიროვშიკი, მე ბალანსე, მაგრამ შევცდი, მე ვერ დავიცავ ბალანს ერთ რამეში, ჩემი გაცემის სტუმრად ვერ მოვლენ ნაციონალური მოძრაობის ვერც წევრები, ვერც მისი მხარდამჭერები სამწუხაროდ გეგონოს რა ვერ მოვლენ. ვაი, რა საქართველო დაგვინდრიეს, რა მთავრობა წაგვართვეს, რა პოლიტიკოსები, რა ნაციონალები. გამარჯობათ. ჩვენ დროს არ იყო დემოკრატია, ხო? რა თქმა უნდა არ იყო. აი მაგალითად 30000 კაცი იყო ციხეში. გაიგონეთ, 30000 კაცი იყო ციხეშიო. გარეთ რამდენი იყო? 2.5 მილიონი. მე რომელი უფრო მეტია? 2.5 მილიონი. არ იყო ეს დემოკრატია? ბიზნესმენებს ვატერორებდით. რა დღეში ყავდათ ბიზნესმენები, როგორ ეკცეოდით? კარგი, რა შალო, რა ბიზნესი იყო თავისუფალი. როგორ? ბიზნესმენებს ჩვენ მაგალითად სულ თქვენობით ველაპარაკებოდით. მიგვიდოდა ჩვენი წარმომადგენელი ბიზნესმენთან, მიუტანდა საბანკო რეკვიზიტს და ეტყოდა თქვენ აი ამ ანგარიშზე ხვალ ჩარიცხავთ კონკრეტულ თანხასო. თუ არ შეწუხდებითო, არ იყო ეს დემოკრატია? ტელევიზიებს ვაკონტროლებდით, ტელევიზიებს. მაგარი კაცია. რომე ტელევიზიას ვაკონტროლებდი, ერთ ძალიან მაინტერესებს. პირველ სტერეოს, GMG ფეხბურთს, GMG კინოს, Music Box თუ რა ქვია იმას? ენკი ბენკი.
აგით, მაგრამ აი როცა ბიძინა იმა ბიძინა აშფანდურებში რო ხარჯავდით ფულს, აშფანდურებში ბიუჯეტს რო ფლანგავდით, ეგ რა იყო? აი, გემოვნებიანი კაცი მგონი ხარ შალვა. რა მერე? აშფანდური იყო სტეფანეს კონცერტი? კახუჩელას კონცერტი აშფანდური იყო? სტინგი? ბოდიში ერთი შეცდომა არ მაპატიოდ ეხლა. არა, მიუხედავად ყველაფრისა, არ იყო მაინც ქვეყანაში დემოკრატია, რა? როგორ გეკადრება გენათ? ჩვენ დროს იყო დემოკრატია თუ არავით არ მე მომღერალი არა ვარ, რომ ორ ხმაში ვიმღეროთ აქ, მაგრამ ზუსტად მაგაშია, საქმე სიმღერაც არ შეგიძლია, შალვა, აღმშენებლობას თავი დაანები. აღმშენებლობას თავი დაანე, სიმღერაც კი არ შეგიძლია. მე არ შემიძლია. Ყვილად მიჩემ ხმას ვერ დაფარავ, რადგან მე უფრო მაღალი ხმა მაქვს. მე უფრო. არა მე. გაჩუმდი. როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლება, ყველა ხედავდა აღმშენებლობას. 9 წელი. პატრული. და 9 წელი. ასფალტი. 9 წელი. სიგნალები ასე თუ გაგწევდა ჩვენ დავბრუნდებით. მითხარი პატარა რამდენ ხანში? 2 წელში. რამდენში? 4 წელში. ამაგი 9 წელში. სიღმარში. არჩევნებს მოიგებს იმ პარტიის სახე, რომელსაც ენდოდა ჩვენი ხალხი. ჩიორა. გუბაზი. ბაჩანა. კალაძე. იშიკო. მადლობა ფონოგრამას. როგორც ხედავთ, ლაივში თუ არა ფონოგრამით მაინც ვაჯობებთ. არჩევნებზე გამახსენდა ძვირფასო ტელემაყურებლებო, იცით რომ არჩევნები იმართება ჩვენს ქვეყანაში სულ მალე და ეს არჩევნები იმართება სოფელ ქვემო ღორის ნეხვში. სადაც არის გიგანტი აზრის გიგანტი ბატონი დემურ თვაური. იქ სოფლის გამგებლად იყრის იგი კებს. ბატონ დემურ თვაურს სახლში ჩართული დარჩა კამერა, რომელმაც აღბეჭდა ბატონი დემურის და მისი ოჯახის ახლობლის, მისი მეუღლის საუბარი, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო მუსიკალურ კლიპს. ჩვენ მოვიპოვეთ ეს ჩანაწერი და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ ემზადებოდა დემური და მისი რაზმი აი ამ მუსიკალური კლიპის ჩაწერისათვის. Короче, მომისმენე ბიჭო ეხლა რა. წინა საარჩევნო მუსიკალური კლიპი უნდა გადავიღოთ. ეს არის ჩვენი შემდეგი ნაბიჯი. დემო, ვარსკვლავი უნდა გახდე დემიკო. მოიცაკალო რა ვარსკვლავი და შარინი და ეხლა მე ვერ ნახე ბიჭო შალომა თავის გადაცემაში რა უკნა იმასავეთ. ვინ არის შალვარი? შალვარი ვარ ბიჭო რა გჭირ სათვალეებია. ბიჭო შალვარი რა იყო რა. ვიცი. Короче, კლიპი ხომ მოვიფიქრე. ხო და ახლა სიმღერა და ტექსტი შენ უნდა მოიფიქრო. სიმღერა და ტექსტი. დემიკო, სოფლის შენებას რა უნდა რომ იყოს დემიკო? ჰალო, მიდი საკაბეს მიხედა შენ ნუ წაიტელი კეგენაი კაცო. ჰა, მოიფიქრე რამე. სოფლის შენებას რა უნდა რომ იყოს? აი ესე რა. სოფლის შენებას რა უნდა დემურ თვაურის არჩევა უნდა, კი უნდა. ჯემალას გადახაზვა უნდა, ხო უნდა, კი უნდა და მე ხალხი დემურ თვაური. ჰე, რა როგორია? არა ბიჭო, ეგ არ ვარ. რატო რა გინდა რასაც? რატო ძმა უნდა მაქსიმღერასა მულტფილმში მიყერის მამა? მე რეადგება ჯემალაი და პეტუხს დაგიძახებს. გინდა ეხლა შენ ეგ? აი ბიჭო კიდე გაიმითხარი ერთ უცმაკა. არა რა თმინდა მოაშორე. დემო, იგი, მინდა გაგებუტო. ხალო, საკაბესე მიხედა შედა. იდე გაგებუტო. ვერ ხედავ ფიქრობა რატო მიშლი ხელს? მე მოიფიქრე რამე. მინდა გაგებუტო რო იყოს. როგორ აიცი აი ჯემალ გადადექი გზებიდან დემურ თვაური მოდის როგორი? არა ბიჭო, ეგა ძველი სიმღერა. რამე ახალი უნდა იყოს კაცო, ცნობილი რაღაცა ისე. რა
ვინო ხელმა დამიყენა ეს ზარი? მე ვიცი ძმაურა სიმღერაც უნდა იყოს. დაინახე. და ამის შემდეგ ქვემო ღორის ნეხში საკაბელო ტელევიზიაში ოცნებების ასრულება 21 საუკუნე, ასეთი გრძელი სახელი აქვს. გადის ბატონი დემურთვაურის წინა საარჩევნო მუსიკალური ვიდეო შავი ტუფლები ლაკის. გთხოვთ ჩართოთ ვიდეო. Demurtvauri Solis zamavard zauris Mume khamadak birdevit Skhavasavit ardav sirdevit Me mugikhnat bostan zdav nachet Da mikhet upasor am kvelaz Gazeti tachraki Jadvida samkabi Boselis lampochka Tanarikne gabraki Khansi da khapangi Karti da sapanti Khasuhi sharvali Shavi tuflebi lagis 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 Gamgebeli jemala Račat lahi kacija Damtavrdeba magastan Čruko habitacija Ar entud magdacis Šaupiers Daklarčes Ašestet Dakargant Upasoram kvelat Gazeti tačraki Jadvida samkabi Boselis lampochka Tanarikne babraki Khansi da khapangi Karti da sapanti Khasuhi sharvali Shavi tuflebi lagis 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 შემოხაზე დემურთვაური გადაჯღაპნეთ ჯემალა. გამარჯვების შემთხვევაში კაცებს წავიყვან ქალებში, ქალებს კიდე კაცებში. ჩემი რამის. ელვისებურის სწრაფით მიიწევს ბატონი თვაური გამარჯვებისკენ. რა ვქნათ? სერიოზული კონკურენტია. ყავს ადამიანი შოუში, რომელიც ძალიან კარგად აკეთებს საინტერესო რეპორტაჟებს. ადამიანი ორი ადამიანის ხელა. შეუდარებელი, ულამაზესი მარგო ლუჩკო. აბადათო. დაუკარი ახლა მაგარი. მოგესალმები. კარგად. აბა მოგვიყევი ამ კვირას სად იყავი? საერთოდ ეს ძალიან ძნელი კვირა იყო, ძალიან ბევრი ადამიანი შემხვდა, მაგრამ სიმღერა ლაპარაკის ნაცვლად. რა? დღე და ღამე ლუკმა პურის შოვნაში, ვიტენდება ღირამდება შრომაში, დაჰკარ რკინა სანამ ცხელია, მუშა კაცის ბედი ძმო, ძნელია, დაჰკარ. იმიტომ რომ ამ კვირაში იყო 1 მაი. 1 მაი რა არის? მირ, მაი, ტრუდ, დრუჟბა. არიცი? აი შენ
არ ყოფილხარ იქით, სადაც მე ვიყავი? მე ვიყავი იქ, სადაც მთელი შრომელი ხალხი დგანა. იდგა. რამდენი? რას ქვია? რამდენი კაცი იდგა იქ, სადაც? 3-4 1000. აი, ყველა ღირსებული ადამიანი იქ იყო, ვინც შრომობს. მე შრომობ, ამიტომ მე იქვები მანდ. და ვინც არ შრომობს, არ იყო. თავრობა, სამინისტრო, არც ერთი მინისტრი, არც პრეზიდენტი, არც არავინ არ იყო. კარგი. ვის მიულოცო? კარგი, იქ გადაიღე რეპორტაჟი, ხო? კი, აი ძალიან საყვარელი, ძალიან კარგი ხალხი, შევხვდა, ნუ ძალიან. მაგით, მაშინ მაგრამ სტოპ. მაიცადე ჯერ არა. კიდე ვიყავი შევხვდი ჩვენი საყვარელი, ძალიან ჯიგარი, კახაკალაძეს ენერგეტიკის მინისტრი და მინდა გითხრათ, რომ ბატონო სულხან ზუმბერი. ვინ არის სულხან ზუმბერი? ის შემპირდა iPhone-ის მაჩუკ. სხვათა შორის არა მხოლოდ iPhone-ი. შემპირდა რომ მე გავხდები მისი ორგანიზაციის და მისი კომპანიის სახე. რა ორგანიზაციის? რაღაც შუქია და ნათელი ვარ, მოკლედ უნდა გავიყო სულ. მაიცადე სტოპ. ბატონო სულხან ზუმბერიძე. ჩვენი მისამართი არის ლიუბლიანოს ქუჩა ნომერი 6 და თქვენი საჩუქარი iPhone-ი შეგიძლია მომართოთ აქ. მორჩი? ხო, ეხლა კი ჩვენი სიუჟეტი. გაუშვით ფერი. 3-4 წავიდა. ჩვენ მივდივართ იმისათვის, რომ ვნახოთ რა აქცია იქნება რუსთაველის გამზირზე. გამარჯობათ პატრული. შანატაკრას ეს მოძრაობა ყოველდღე გაგრძელდება იმისათვის, რომ საქართველოში აღარ იყოს შრომითი უფლებების დარღვევა და მონობა და კაპიტალიზმი. Мир, труд, дружба. ინგლისურად ჯობია. Мир, труд, дружба. და Gaumar! Რაზე ყვირი ვარ? ვა, ნახე რა მაგარი რაღაცა. როგორ ახარ? რა შვები? როგორ? კიდე ერთხელ რა, ცოტა ხმა მაღლა, ოდნავ. კაპიტალისტური სისტემა ხარხენ არ შეგიძლია ცხოვრება ამ პირობებში. მოითხოვთ სოციალურ სამართლიანობას. მადლობა, ჩვენს გვიყვართ საქართველო. თქვენ სად შრომობ? მე ვშრომობ თელასში. მართლა, ეს შუქები მერე? რა? ხანდახან არ მოდის ჩემთან შუქი, წავიდა შუქი, მერე რა ვქნა? უნდა დარეკოთ ცხელხაზე და კახაკალაძესთან. მოვედი ზუსტად რედისონში, რომ გავიგო ენერგეტიკის რაღაცა შუქების და გაზების რაღაცები. ზესტაპონო. არა, საიდან მოდის ეს ენერგეტიკა? როგორც გავიგე, ძალიან სერიოზული აქ რაღაცა ტრიალდება და ამის მერე სადმე ავტოფარტი იქნება? არა, ავტოფარტი არა. ეს ცუდი კითხვა. შუქი საიდან იბადება? როგორ საიდან იბადება? აი საში რომ მოვდივარ, რომ ურთავ რაზე დგას და თუ რა ქვია ეს და შუქი ურთია და საიდან იბადება შუქი? მოდი მაშინ აგიხსნე ხა, რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, ეს ხდება თქვენ როდესაც მიბრძანდებით სახში და ჩართავთ, იღებთ ელექტროენერგიას. თქვენ რომელი ტელეფონი გაქვთ და Nokia-ს დამთენი ესე წრილი ხომ არა გაქვთ? არა, Nokia-ს იშვიათად სარგებლობს. iPhone. iPhone-ზე. ზუსტად ახლა ველაპარაკე ბატონო კახაკალაძეს და ყველა კითხვაზე მომცა პასუხი. აი, მინისტრი, აი. მე ვარ ზუსტად საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოფისთან და დღეს შევხვდებით ბატონო შალვა ნათელაშვილს და ვნახოთ რა იქნება. შემას მოგახსენებთ თქვენი გადაცემის სამყაროზე და უფრო ჩემი აზრით ეს ბატონი ტელევიზიაში არ უნდა იჯდეს და მისი ადგილი არის ციხეში. ვინაიდან ის არის ცნობილი გამომძავრელი, ეს იურიდიულად დადასტურებულია და მან მოიყვანა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში და მან ამაზე წვედა აქვს პასუხი.
ყველა მოისმინეთ? რა თქვა? ბატონმა შალვამ, ასე რომ მიფრინდით. მერსი სულხანიშვილის გულახდილობა და კანდიდატები მერის პოსტზე. რეკლამის შემდეგ. წინა გადაცემაში მახსენე, გადაცემა ერთ-ერთი გადაცემის მონაწილე გოგონა, რომელსაც უწოდე სულელი. დღეს მინდა მას ბოდიში მოუხადო, მინდა გითხრათ, რომ ის არც სულელია, არც შტერი, არამედ არის ძალიან ჭკვიანი და გარდა იმისა, რომ ხსენებულ გადაცემაში კერდი არჩვენა, კიდევ ბევრი რამე იცის. მაშასე, მერსი სულხანიშვილი სტუდიაში. ძვირფასო მერსი, იმის დასადასტურებლად, რომ შენ არ ხარ სულელი, მინდა ასეთ შეკითხვა დაგისვა. მინდა შევეხო ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსებს. რომელი გირჩევნია? ჟან-პოლ სარტრი, ჰაიდეგერი თუ კამიო? აი, რომელი ჯობია? ჩემო ძვირფასო შალვა. სარტრი ზედმეტად პოეტურია. კაიმი ზედმეტად ფილოსოფიური. აი, ჩემო ძვირფასო შალვა კიდე ჰაიდეგერი კერკეგერის გავლენას განიცდის. ყველაფერი კარგი იყო, კარგად ვირეპეტიციად, კერკეგორი უნდა ეთქვა უბრალოდ არ არის. კარგი. გამარჯობა. რა ხდება ახლა ეს რა არის? გამარჯობა. ეს ადგილი ვერ ნახე და საჯდომია დავჭდები რა. კარგი დაჯექი. ასეთ შეკითხვა. მერსი. რას ვერ აპატიებდი მეგობარს? ასეთ ძალიან ორიგინალური შეკითხვა მინდა დავსვა. ღალატს, გასაგებია. სამშობლო დედის გამახსენდა? რა ხდება რა არის რაში? პროფესორი. კარგი. რა მაინტერესებს ცი? გარდა იმისა, რომ ესე დადიხარ, კიდე რა საქმეა? გარდა იმისა, რომ ეს დავდივარ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვარ. ფილოსოფიაში ხო კარგად ვერ ყვევი. ეს ერთი. პროფესიით ვარ მოდი ჟურნალისტი, ბლოგერი და ნუ ტელეწამყვანი ხო ყველა მიცის. გასაგებია. კარგი. ხვა დიდა? ხო გამახსენდა? დიდია? კარგი. ქუჩაში თუ ცნობენ? იცი რა შეასაქმე? აი ესე ცნობენ. მაგრამ თუ ჩავიცვი, ვერავინ ვერ მცნობს. აი ეს არის უბედურება. მაგრამ სხვა შორის ეს პლუსია. კარგი. გასაგებია. კაი, და ასეთი შეკითხვა, აი რა კიღა შენ ესე აჩენ საკუთარ ღირსებებს, მინიმუმ 2-ს. მინიმუმ 2-ს, ეგ მინიმუმ ჰოსტელში. აი სექსი ნამდვილად ქონია, მაგრამ ქონია თუ არა სექსი ქალთან? შენ რა იცი რომ ქონია? ქონია? შენ რა იცი რომ ქონია? და შეკითხვას გაინტერესებს ქალთან? კი. კი. ზოგს რა ბედი აქვს რა. მოიცა. გადმედი ხართ ახალგაზრდა. ცეკვავენ ვარსკვლავებში. რატო რა არ მოგეწონათ აქ? აქ ორი სიტყვა გამოიცანე, ეგ თელკროსორს ავსებ ხოლმე. აბა ჰე. საერთოდ რამდენად თულია აი ასეთი ქალის ცხოვრება საქართველოში, აი როცა გულღია ხარ და გულ ახდილი და პირდაპირ აი ესე მიდიხარ და არ იმჩნევ ბარიერებს და დაბკოლებებს მკერდით მიარყო. აი რამდენად თულია ეს? ძალიან მარტივია. მართლა აი რაში გამოიწვია? შენ ხო ევროკავშირისკენ მივიწევთ და აი ეს ესე ამით მივდივართ ევროკავშირისკენ? ეს თუ გვიშველის. ეს თუ გვიშველის, გასაგებია. მე უბრალოდ ნანობ რომ გამაკაცებს არ გაგვაჩნია ესეთი საშუალებები, რომ როგორ არ გაგაჩნია? არა, არ გაგვაჩნია. გაგაჩნია. მე ვერ ვიტყოდი. პოლიტიკაში ქალებიც არიან. ქართველი მამაკაცი, პოლიტიკოსი ქართველი მამაკაცი, რომელიც შენ
აქ აგზნებს. ანუ მამაკაცი, რომელთანაც შენ თანახმა იქნებოდი რაიმე რომანტიულ თავგადასავალს. შანსი არ მაქვს, წავიდა პოლიტიკიდან. არა, მე მგონი მაგრამ მაგარი შანსები გაქვს, იმიტომ რომ ცოლი ჩერდაკში გაუშვა ეხლა და დედა, რა მითხარი ეს? ასეთი იყო მერსი სულხანიშვილი და ქალების თემა გრძელდება, ძვირფასო ტელემაყურებლებო, გრძელდება მშვენიერი ნადი ზახარიანით, რომელიც იმღერებს ქალთა სქესზე და მათ პრობლემებზე. ხო? თანამედროვე ქალებს საქმროსი არცვენია, გუზანოვთან მიდია, ქალწულები ხდებიან. ხდებიან, ქალწულები ხდებიან, ქალწულები ხდებიან. გაგიჟებული ქმრები ფანჯრებიდან ხდებიან, როცა მათი ცოლები ბუწიკებში შედიან, ბუწიკებში შედიან. შედიან, ბუტიკებში შედიან. თვითონ შენი გულისთვის სიყვარულით ნებიან, თავისას მიაღწევენ, მერე უცებრებიან. ხრებიან, ჟანდაბაში ხრებიან, ჟანდაბაში ხრებიან. ბოტოქსი თავისად მეშვებიან, ეს გოიმი კაცები ვერაფერს ვერ ხდებიან, ხდებიან, ვერაფერს ვერ ხდებიან, ვერაფერს ვერ ხდებიან. მეგობრის პაკლონიკთან რესტორანში ხდებიან, დამდურაკის გარზე და ქალები ხდებიან, და ქალები ხდებიან, და ქალები ხდებიან. კარიერულ კიბეზე უფრო სწრაფად ძრებიან, მისების მისაღწევა ათას მეტრზე ხდებიან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოში არის არჩევნები, პოლიტიკური პარტიის წევრებმა, მათმა PR სამსახურებმა გამოფინეს უკვე პლაკატები. მე მონაწილეობდი ამ სფეროში და მინდა უფასო რჩევები მივცე პოლიტიკოსებს. თბილისის მერობის კანდიდატი ბატონი ნარმანია უნდა იყოს ასეთ პლაკატზე გამოსახული. ეს პლაკატი ხას გაუსვავს მის იდენტიფიცირებას თბილისთან და სლოგანიც უნდა იყოს ნებისმიერი, მაგრამ ბოლოში ტო. ბატონი კუკავა აი ასეთ ბილბორდზე უნდა იყოს გამოსახული. იცით რომ რუსეთისკენ იწევდა ეხლა ევროპისკენ და ამერიკისკენ და კარგად ასახავს აი ეს პლაკატი მის ამბივალენტურ ბუნებას. და ბოლოს ბატონები უგულავა და მელია ერთ პლაკატზე უნდა იყვნენ კომპაქტურად გამოსახული. აი თქვენ ხედავთ აი ამ პლაკატს, ნახეთ. ბატონი უგულავა და ბატონი მელია. მაშასადამე ერთმანეთს ქალაქ თბილისის მერობისთვის შეერკინებიან, როგორც იცით, ნარმანია, კუკავა, მელია და უგულავა. და აი წარმოვიდგინოთ როგორი იქნება მათი რადიო დებატები. გთხოვთ ჩართოთ ფირი. სივეიქ თბილისში ჟგირი. მუში მაგალითად ატყვალა ანეკდოტიში. სინთემელჩეს. წყალმერჩეს, შარამერჩეს, პატრულემერჩეს, მე მუგოგონა. ახ, პეროშაგიუნდე. გამორთეთ. ვავა, ჩქიმწოდვა, ვავა.
რეკლამის შემდეგ დაპირებული ბოდიში და მიშა მესკი. გადავდივართ ჩვენი გადაცემის თითქმის დასვენით ეტაპზე. ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოცეკვავე, მსახიობი და მისთანა ბატონი მიშა მესკი. ბიჭო, გუში რა აქენით სეკვავე ვაშკოლებში. კაი. თქვი, იქ უკვე თქვი, კაი, აღარ გაიმეორო, აქ ისედაც არაკლია ამ გადაცემას სხვადასხვა გამონათქვამები. ბიჭო, უყურებდი აი ამ შოუს და ბაბუა შენი უფრო კარგად სეკვავდა მოედანზე. მაგარი ცუდი ბედი მაქვს რა, ფეხბურთს რო თამაშობდი, იძახდნენ ბებია შენი უფრო კარგად თამაშობს ფეხბურთს. არა, ჯობია იცეკო. ეხლა რა არის, მოდი ხა წინასწარ მოვილაპარაკოთ, რომ თლად ეხლა ხშირად სახელით ვერ მოგმართავ რაღაც აი არ ამომდის პირიდან ესე. კენწოლი ხო რუსთავიოსია. შენ ხარ აქ? ჯო რამე არხი ხო არ გაგეკეთებინათ, იმიტომ რომ ვიცნობ ეგეთ ზოლქმარს არხს აკეთებენ, მაგრა გამოზდით რა. გეთქვა მერე შენი ძმაკაცისთვის იქნება დაგვეხმაროს. უახლოეს ხანში ვეტყვი. მე ვნახე მიშა მიხეილ შენი შოუს კლიპი, სარეკლამო კლიპი, პრომო. და იქ შედიხარ ყიფშიძეში. შენ ხარ ყიფშიძეში. იქ რა ხდება ყიფშიძეში? რა, ვინ არის ყიფშიძეში? რა ნახე რა? მამამისი, რა გიპასუხო. რა, ვაფშეტა როგორც წესი პირიქით არის ხოლმე, მაგრამ კაი, მოკლედ რატო არ აღნიშნე ჩემი ტუფლები? ეს რა? შუბლეტე. ისე ვემზადები. გუშინდელი შენ რაც აღნიშნეთ. თუც მერე რომ დღესაც რა ის გამოიჩეთ. შავი ტუფლები ლაკის და მოპარდე. იქიდან მოვბივარ ძმაო, აი ხა გიჟივით. თან თქვენმა მარგომაც რაღაც ისე მითხრა, რომ ძალიან დაბალი ხარო რა. და გამიტყდა და გუსლებზია რა. კარგი. რა მაინტერესებს აი აფხაზეთში მანდარინები აფხაზეთში ყარაბაღი და აი ფილმს ხო არ აპირებს სადმე მაგალითად აი ყირიმში ვიცი შეიძლება არ არის გამორიცხული რა რუსეთის ამბების მერე ეხლა შეიძლება ლატვია ლიტვაში ესტონეთში არა გადააფურხე რამე რაღაცას დააკაკუნე. საერთოდ რუსებთან და რუსეთთან რა ურთიერთობა გაქვს? რა ხდება? როგორი დამოკიდებულება გაქვს? თუ გაქვს ნატარები, შენ აი იქ თუ გაქვს რაღაც სიამოვნება მიღებული ან არა გაქვს? როგორ არის იცი ხა ძალიან? მე მაქვს, შემიძლია პირდაპირ თქვა, მე მაქვს, მაგრამ ყველაფერი დამავიწყე. გლენდოში, რუსეთებში, ხო იცი ეგეთ გამონათქვამები იყო რუსეთებში, აი იქ კი არა. შენ როგორ ახარ რა? რა ვიცი, ხა რუსეთში ვიყავი და ძალიან გამაბრაზეს ესე ვიტყვი რა, იმიტომ რომ ფესტივალზე ვიყავი ჩასული და ის ყირიმის ამბები დაემთხვა და დაიწყეს აი მაგარი გახარებული იყვნენ თან ყველა ისა რა ქვია, ყველა საზოგადოებრივი ფენა რა, იქ ფესტივალზე ყველანაირი ტიპები იყვნენ და ძალიან გაუბრაზდი რა. ხო და მერე კიდე ესეთი ამბავი მომივიდა დამიჭირა მილიციამ რა. ვა, ხედავ, პოლიტიკურ პონჩი? მომენტ ხო. მილიციამ დამაკავა და ნუ ეხა ვეჩალიჩები ამებს რომ მეთქი მაყუც მოგცემთ რამე იქით აქ მილიცია მაყუცი. რა მაყუციღებს და ნუ მაინც მახსოვს რა ძველი დროიდან რომ რაღაც ეგრე ბაზრუნე მაყუციღებს. მეთქი ყირიმნაშ რამე ვაშ რაღაც ბაზარია. რა ლუბოი პონჩი უკერავდი, მაგრამ იმენა არ გაჭრას. აი ესე გამომიშვეს რა. როგორ უბულოთ? არა, უნდა გეთქვა რომ იატოთ მესხი.
ივო, ატეც, თან ფუტბოლი გრალ და გამოგიხარი, სპარტაკში მამაჩემი თამაშობდა, მეთქი ბაბუა ჩემი სბორნის საბჭოთა კავშირში, მეთქი დაჟე იმას იძახოდნენ, მეთქი ბაბუა ჩემის დროს გრუზინსკი სბორნაია SSSR ლიცით на გრუზინსკი ყრილახ მეთქი. აი ეგეთი გამონათქვა მიიღო. მაგარია. კარგი. და მოსკოვი თვითონ, აი ეს სიტყვა შენთვის რამეს ნიშნავს? ანუ მოსკოვში მე მაგალითად ძალიან ხშირად ძალიან ისეთი ისტორიები გადამხდენია, რომლის მოყოლაც ახლა არც ერთ შოუში არ შეიძლება რა. Ясნია პირველ რიგში მოსკოვს რო გააჩნია გულაობა, ყველაზე პირველ რიგში ნუ გულაობა, გართობა, ნაშობა რაღაცა ეგ პონტია და ერთხელ მომივიდა ესეთი რამე რა და როგორ იცი აი მე ცოტა ნახევრად თვარეული ვარ ესე ვიტყვი რა მართლა გემი მაიცა აი მაგალითად ეხლა შეგძინავს თუ ფხიზერ არა ეხა ფხიზერ ეხა ხოდა როგორი რამე მომივიდა იცი ერთხელ როგორი დავიძინე რა დავიძინე ლოგინში ეს დავწეკი დვალები დავახილი და წკა ვიღვიძებ და კუჩაში დგევარ ტიტველი ტრუსიკი მაცვია ზეთ ეგ ტიტველი აღარ არის ვარ არა ნუ ტრუსიკი მაცვია და კურთხაზე ვიდა და პასპორტი მიდევს პასპორტი რაც თავა ო რაც თავა პასპორტი სად გიდევს კურთხაში ორი პასპორტი მაგისი მეშინოდა მეთი არ ორი პასპორტის დედაცვადი ორი პასპორტი ვიყავი ეგ კონტია ყველაზე თავა ფორჩხიძე ხო იცი როგორ იცის ხოლმე იცი ეგ ამბავი ლირიული გადახვევა ფორჩხიძეზე შეკლული ვყავარ აი ახლა ბიდა ძვირფას ტელემაყურებლებო მოგიყვეთ ხო ჩემი ძმაკაცია ამდენი წელია და სასაცილო ისტორიის მოყოლა არ შეიძლება ამასთან და ძალიან რთულია უსმინო ფორჩხიძეს იმიტომ რომ აი როცა რაღაცას ყვები და ის გიყვება სასაცილო მომენტზე იცის ხელის გამოშვერა ესე უნდა ჩაარტყა გაიგე აი ეხლას გამოშვერა ჩაარტყა სულ ესე რაღაცას იწყებ კულმინაცია და იქა და მე მყავს მაკაცი ჯანო იზორი მსახიობია ბებშნობის თამაშობს აი ის იმასთან ეს ხელს მაინც გიწევს და ის იმენა გიბრაგუნებს ზოგი ყება აი ძმა და ტიტევი და კარგი ძალიან საინტერესო კაცი ხარ პასპორტიც გაქვს პასპორტიც გაქვს ანაც ორი პასპორტი თბილი მოგონებებიც და მინდა აი ამ თბილ მოგონებებზე დავასრულო ჩვენი გადაცემა ძვირფასო ტელემაყურებლებო სარიგო რა რა ტრაქში ხოა დავი აძინაძი შენი ბუკინგელი რა ჩვენი გადაცემა დამთავრდა მომავალ შაბათამდე. აუგნა წავიდე თუ ბიჭო რა არის რა იყო რა სისულელე რა ტრაქში ხვა რა არის აგიაგიტო ბიჭო რა გამიტარა ქაჯური და ბანძური ხუმრობა იყო რა კაი არაფერი გააჩერე ბიჭო იყო მაგარი ბანძური და ქაჯური ხუმრობა ვაფშე ვარ გადაირიე რა გადავირიე ბიჭო კაი გაამანე რა მეგადავები თუ რას გეღადავე ბიჭო ესე არ არის რა ჩემი შოუა და თავზე მიშვები და შენ ესეთი ვაფშე ეგეთი ხუმრობა შენთვის ყველსო ეღადავების მოვა შენ რო ეგრე უყო ვის გაუტარებია შენთვის ეს ხუმრობა ეგეთი ხუმრობა ვის გაუტარებია რავი გიას ჟორას რა ვიცი შალვას პეტოს იმას დუნას ერატას ოგუნუ დადო ეთიკო ვიშა ესკი რადგან სანუკვარი მომენტი ძვირფასო ტელემაყურებლებო მე არ მინდა ეს ქაღალდები იმისთვის რომ მოვიხადო ბოდიში დამშვიდით მთელი საქართველოს ყურადღება მოპყრობილია ტელეკომპანია იმედის ეთერზე
მე მინდა მოვიხადო ბოდიში იმ საქსიალისტვის, რომელიც ჩავიდინე წინა გადაცემაში. და რა გიღა, იმდენად დიდი იყო ინტერესი ამ ბოდიშის მოხდისადმი, რომ ძალიან ბევრმა კომერციულმა ფირმა თხოვა დავასპონსორებთ ამ ბოდიშსო, რომ გადავწყვიტე ეს არ იყოს ისე რა ბოდიში. ჩვენი დღევანდელი ბოდიშის, რომელსაც მე ვეუბნები კონკურენტი ტელეკომპანიის ყველაზე ობიექტურ წამყვანს, სპონსორი გახლავთ შამპუნი თავსლაპი. ჯერ არასოდეს არ ყოფილა ბოდიშის მოხდა ასე სასურველი. დაიწყით თავსლაპი და მოიხადეთ ბოდიში. ამჯერად უკვე პიტნის არომატით. შენ დაუკარ!